მოგესალმებით, ეთერში აქტუალური თემა უთომღებრიშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემაა დაძაბული პოლიტიკური ვითარება საქართველოში, საპროტესტო ტალღა და მკაცრი რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან. კანონპროექტები, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილში შეკითხვებს ვადებს, სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის. სანამ სტუმარს წარმოადგენდე, მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ სტუმრად ყავდა მოწვეული სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, თუმცა მან დიდი ფიქრის შედეგად გადაცემაში მოსვლა არ ისურვა. აქტუალური თემის სტუმარია პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. პირველ რიგში მადლობას გიხდით ბატონო გია გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო გია, როგორ შეაფასებით საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს? მძიმე სურათია პირდაპირ გეტყვით, ეს პერმანენტული კრიზისი მიმდინარეობს ქვეყანაში, ხო? ქვეყანა ეგზისტენციალური არჩევანის გაკეთების რისკის ქვეშ კი დარჩა, ჩვენ უпроსტորეთ აღმოჩნდა, ჩვენ გვეგონა რომ ეს საკითხი თითქოს დახურული იყო, ხო? ეხლა პრობლემები ქართულ საზოგადოებას ყველა ხელისუფალთან ჰქონდა სხვა ტენდენციებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი დასავლური განვითარების ვექტორი არასოდეს არ დამდგარა ეჭქვეშ. ეხლა სამწუხაროდ შეიქმნა ვითარება, როდესაც ჩვენ შეიძლება ჩვენი ესე რომ ვთქვათ ისტორიული მტრის ლუკმა გავხდეთ, ხო? ხელისუფლების ასეთი კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი პოლიტიკის შედეგად და ბუნებრივია ეს იწვევს სერიოზულ დაპირისპირებას საზოგადოებაში. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ დიალოგში შევიდეს საზოგადოებასთან და თუნდაც თავისი პოლიტიკა ახსნას, ცდილობს რომ დაამკვიდროს ისევ და ისევ რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმი, ეს ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიული მოდელით, სინამდვილეში წმინდა წყლის ავტორიტარიზმი, გარდამავალი უკვე გარკვეულწილად დიქტატურაში და სიმპტომები გაჩნდა უკვე ტოტალიტარიზმისაც კი, ხო, რაღაცა გარკვეულ ეპიზოდებში. და ეს იწვევს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში სერიოზულ წინააღმდეგობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, რომელიც პრინციპში დაიბადა უკვე თავისუფალ საქართველოში და მათთვის წარმოუდგენელია ის ტენდენციები, რაც ახლა ვითარდება, ხო? აი, გუშინ რაც ვიხილეთ, მაგალითად ეს იყო უკვე ცენზურის ცეცხლითა და מחვილით დამყარების სპეცოპერაცია. ტოტალურად დაიბარეს ბევრი ჟურნალისტი და აუკრძალეს რისი თქმა შეიძლება და რისი არ შეიძლება. ასე რომ გასაგებია, ხო, ეხა რეჟიმის დამკვიდრების და ჩაბეტონების პროცესი მიდის ხელისუფლების მხრიდან და ნუ ეს იწვევს ბუნებრივია კრიზისს, ხო? ეხა როდის გაიხსნება კვანძი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ საზოგადოება ფაქტობრივად ორად არის გახლეჩილი, ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, ცდილობს რომ შეაკავოს ეს ნეგატიური ტენდენციები ხელისუფლებაში, მეორე ნაწილი არის ესე რომ ვთქვათ, ან პროპაგანდისტული წნეხის გავლენის ქვეშ, ერთგვარი საინფორმაციო ზომბირება მოხდა, ხო, დიდი ნაწილის რაღაცა გამოგონილი ურაპატრიოტული, ფსევდორელიგიური თუ ფსევდო ვითომ ფასეულობების დაცვის ეგიდით და მშვიდობის ეგიდით და ნუ აი ესეთ სამწუხაროდ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ. ეხლა ჩვენ უახლეს ისტორიაში ძალიან რთული მომენტები გქონია, მაგრამ დღევანდელობა იმით განსხვავდება, რომ დღეს გვაქვს ძალიან სწრაფი უკუსვლა. ხო, ნუ სხვა სიჩქარით, ნელა, ესე რომ ვთქვათ, მდორეთ, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა ქვეყანა და განვითარებისკენ მიიწევდა. ცივილიზებული სამყაროსკენ მიდიოდა და აი ბოლო განსაკუთრებით აი ბოლო ორი, ნუ მესამე წელია, მოდით ესე ვთქვათ, აი ესეთ ძალიან კატასტროფული სიჩქარით, აი ეს ზვავისებური დეგრადაციის პროცესი მიდის სახელმწიფოებრივი განვითარების, რა ძალიან სამწუხაროა. დიახ, ბატონო გია, როგორ შეაფასებით სასამართლოში დაბარებებს, მაგალითად დღეს ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბუნებრივია ცენზურის დამკვიდრება, ჩვენ ახლა ვაკვირდებით ცენზურის დამკვიდრების პროცესს, არა რაღაც ინსტიტუციური წარმონაქმნის ხელით, არამედ ყველა ინსტიტუტის ჩართვით, ხო? პოლიცია ჩართულია ამაში და პროკურატურა და ისა რა ქვია სასამართლო, ფაქტობრივად ინსტიტუტები გაუქმებულია საქართველოში, აბსოლუტურად პოლიტიზირებულია, პოლიტიკური მითითებებით მოქმედებენ, შეხმატკივრებულად, შეთანხმებულად და
ეს არის ცენზურის დამკვიდრების პირდაპირი, ესე რომ ვთქვათ, მცდელობა კი არა, დამკვიდრების პროცესს ვაკვირდებით ახლა ჩვენ. დიახ. მივიღებთ თუ არა რუსულ მოდელს საქართველოში? ნუ ეხლა მივიღებთ თუ არა, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ხო? ფაქტია, რომ ხელისუფლების სურვილი არის ეს რუსული მოდელის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სუვერენული დემოკრატიული სისტემის დამკვიდრება, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს ერთი დომინანტური პარტია და ესე რომ ვთქვათ, რაღაც ფასადისთვის ესეთი სატელიტები, რამდენიმე სატელიტი, რომელიც მოთვინიერებული სატელიტი, რომელიც თანხმდებიან იმ თამაშის წესებზე, რასაც დომინანტი თავაზობს და აი ესე იქნება რაღაც ესეთი ვირტუალური დემოკრატიის სურათი და მეორე მხრივ კონსტრუქციული კონტროლი, ხო? და ავტორიტარიზმს ეს ახასიათებს, ერთგვარი პოლიტიკური ბულემია ახასიათებს, ის ვერ შეიძლება, მან სულ ახალ და ახალ სეგმენტებზე უნდა იყოს კონტროლი, ხო? ვერ ძღება, რასაც ქვია, სულ რაღაცა უნდა შეჭამოს და აი ამ პროცესში სამ ფაზას გადის ფაქტიურად, ხო? პირველი ფაზა ეს არის საკუთრივ ავტორიტარიზმი, როდესაც შენ ინსტიტუციურ წესრიგს აუქმებ და პოლიტიზირებას ახდენ მთელი სახელისუფლებო სისტემების. მეორე ეტაპი ეს არის დიქტატურა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების დევნას იწყებ, ხო? და ჩვენ ამ ეტაპზე ვართ და ეს ჩანს სრულიად აღკარად. და არის კიდე მესამე ეტაპი, ხო? რაზეც ჯერ მთლიანად არ გადავშულვართ, მაგრამ სიმპტომები გამოჩნდა, ეს გახლავთ უკვე ტოტალიტარიზმი. და ტოტალიტარიზმი იმით განსხვავდება დიქტატურისგან, რომ იქ უკვე ყოველგვარი პოლიტიკური მოტივის გარეშე პირადი ცხოვრების კონტროლის ელემენტები ჩნდება, ხო? ანუ პირადი, ანუ მარტო ის კი არ გაკმაყოფილებს, რომ ხალხი ღიად აპროტესტებს და ღიად უკმაყოფილებას გამოთქვას, არამედ სამზარეულოში რაზე ჩურჩულებენ, ისიც უნდა იცოდე, ხო? ასე რომ ამ თუ საზოგადოება ვერ მოახერხა ამ ტენდენციების შეჩერება და მხოლოდ საზოგადოება შეუძლია ამის გაკეთება, ეხლა გარედან ეს არ ხდება, ვიღაცას ამის ილუზია რო აქვს, ხო? გარე ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ შიგა წინააღმდეგობამ უნდა შეაჩეროს ეს ყველაფერი. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ხელისუფლება ამ სამივე ფაზას გაივლის და უბრალოდ საქართველო გახდება კიდევ ერთი ტოტალიტარული, კვაზი დემოკრატიული ქვეყანა იმ გრძელ რიგში, რომელიც პრინციპში რეგიონშიც საკმაოდ სუყეთ არის წარმოდგენილი. დიახ. ბატონო გია, თქვენ თქვით, რომ ხალხმა უნდა შეცვალოს. რამდენად არის აი ოპოზიცია მზად ბრძოლისთვის? იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიმართ ნდობა არ აქვთ. რას ეტყვით მათ? ხო, ნუ სამწუხარო ესეც სამწუხარო რეალობაა, ხო? ჩვენ საზოგადოების ძალიან სერიოზული ნაწილის თვალში ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და პროტესტი არის ძალიან მძიმე, მაგრამ პრობლემა გვაქვს ის, რომ ოპოზიციაც არალეგიტიმურია, იმიტომ რომ ხალხი ეს პროტესტი არ ენდობა არც ოპოზიციას. შესაბამისად, გვაქვს სიტუაცია, როდესაც ეს საპროტესტო არმია და ეს ძალიან დიდი არმია, ხო, ის დაქუცმაცებულია, გაბნეულია სხვადასხვა სოციალურ თუ პროფესიულ ჯგუფებში. ეს არის არმია, რომელსაც ჭირდება მთავარსარდალი, სარდლობა ჭირდება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის კაპიტალიზაცია, კონსოლიდაცია და რაღაცა დაგეგმოს და რაღაცა პოლიტიკური ბრძოლა გამართოს, ხო? ეს სარდლობა ვინ უნდა იყოს? უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. და პოლიტიკოსები სამწუხაროდ ამ პოლიტიკოსებს არმია არ აღიარებს სარდლობად. და არც პოლიტიკოსებს აქვთ ეხლა სარდლობაზე დიდი პრეტენზია, პირიქით, მე ვიტყოდი, ესე ძალიან კომიკურად გამოიყურება მათი განცხადებები, რომ ისინი ამ ბრძოლაში უბრალოდ ჯარისკაცები არიან. ხო, ეხლა წარმოიდგინეთ, არმია მიდის ომში და გენერალი ამბობს, გენერალს რო ეუბნებიან, აბა რა გეგმის, საიდან შევუტიოთ, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, გენერალი პასუხობს, რომ მე მეკითხებით, მე ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი ვარ, ეს ხო აბსურდი იქნებოდა, ხო? დაახლოებით ეს სიტუაცია გვაქვს ჩვენ პოლიტიკაში და ამით სარგებლობს ხელისუფლება, ხო? იმიტომ რომ პროტესტი არის ძალიან მძლავრი, უბრალოდ ის არის გაბნეული და არავინ არ არის ისეთი, ვინც ამ ყველაფერს თავს მოუყრიდა და ერთ ძლიერ, ესე რომ ვთქვათ,
დინებად აქცევდა, ხო? რომელსაც ვერც ერთ ხელისუფალი ვერ გაუძლებს, ვერც ეს და ვერც ნებისმიერი სხვა. თუმცა პროტესტი რეგიონში არის მცირე რაოდენობით. თქვენი აზრით რატომ არის ასე მცირე გამოსვლა რეგიონში? იმიტომ რომ აი ნახეთ რა ხდება, ხო? მუშაობს მხოლოდ ადამიანები 21 საუკუნეში ძირითადად ინფორმაციას როგორ იღებენ, ხო? იღებენ ინფორმაციას ვირტუალური წყაროებიდან, ტელევიზორიდან, წვდომა სახელმწიფო პროპაგანდის უფრო ძლიერია. ძალიან კგბ-ში თავის დროზე კარგად დამუშავებული მეთოდოლოგია ამ პროპაგანდისტული ხო რომ ესე რომ თქვა თვითონ მშვიდობა, ომი და მშვიდობა, რაღაც ომის პარტია, deep state ამ სისულელებს იძახიან და ნუ ეხა ადამიანს შეიძლება ერთხელ არ დაიჯეროს, ორჯერ, მაგრამ 100-ჯერ ერთი და იგივე სეტყვი. და ალტერნატიული აზრი არ შემოდის და ამის დენონსირება ვერ ხდება კვალიფიციური, ხო? ნუ ბუნებრივი ადამიანი 100-ჯერ ნათქვამ პულსაც იჯერებს ბოლოს და ბოლოს, ხო? როდესაც არანაირი ალტერნატიული კომპეტენტური აზრი წვდომა არ არის და შესაბამისად რეგიონებში გვაქვს ის სიტუაცია, რაც გვაქვს. გარდა ამისა, მეორე ფაქტორია და აქაც ესეც ოპოზიციური პარტიებს ეხება, ეხა თბილისში იმდენად არა, მაგრამ რეგიონში ადგილობრივი ადმინისტრაციები ხო ავტორიტეტები არიან, ესე ვთქვათ, ისინი დადიან მუშაობენ, რაღაც აკეთებენ, deep state-ი, რაღაც უბურღავენ ხალხს twins ხო ამ deep state-ით და ესე რომ ვთქვათ, იმით და ამით. ოპოზიცია რეგიონებში საერთოდ არ დადის, იცით ალბათ თქვენ ხო, ან თუ გამოჩნდება, ჩავალ საზოგადოებაში რაღაცას იტყვიან და წამოვლენ. და ეხა დიდი ბოდიში შედეგი შესაბამისია ხო, აბა რას ველოდებით ეხა. ყველას ვერ მოთხოვ ეხა შენ რომ იქ წყარებს შორის იკითხოს. უბრალოდ რეგიონებში ალტერნატიული აზრის წვდომა არის 10% და 90% არის პროპაგანდა. და შესაბამისად ეფექტიც უფრო მაღალია. თბილისში ესე არ არის, თბილისში 17% აქვს ხელისუფლებას. დღეს მდგომარეობით მეტი არ არის. რატომ? იმიტომ რომ თბილისში წვდომა არის უნივერსალური, ხო? ალტერნატიული აზრით საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად ხელისუფლებას არ გამოსდის ტვინების გამორეცხვა. 17% აქვს ქართულ ოცნებას თბილისში. თბილისში რეგიონებში უფრო მაღალი აქვს. და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ თბილისში ალტერნატიული საინფორმაციო ველი საკმაოდ ძლიერია. ანუ ადამიანები ალტერნატიულ ინფორმაციას იღებენ და ხელისუფლებას უჭირს თავისი ამ პროპაგანდისტული ხაზის გატარება. და ამიტომ ხელისუფლებას ცუდად აქვს თბილისში საქმე და მეგაპოლისებში მოით ესე ვთქვათ, ხო, სადაც ალტერნატიული ინფორმაცია საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს. და არც ადმინისტრაციას არავინ ავტორიტეტად არ თulis, ეხლა აქ გამგებელი დაუშვათ რაიონის მოსახლეობა, მაგალითად ჩემი რაიონის გამგებელი ვინ არის არც ვიცი. და ვერც გაბედავს ეხლა ვინმესთან მისვლას და რაღაც ახსნას, ხო? თბილისში ესე არ ხდება და რეგიონებში სოფლის გამგებელი ფიგურაა რა. და როცა ალტერნატივა იქ არ ჩანს არავინ, ბუნებრივია, მას აქვს სერიოზული გავლენა. კი ბატონო. ბატონო გია, როგორ შეაფასებდით სინდისის პატიმრების დაჭერას? გუშინ ერთ-ერთ პატიმრას ეს არის განუყოფელი ნაწილი ამ რეჟიმის დამკვიდრების პროცესის, ხო? რეჟიმის დამკვიდრება რას ნიშნავს? შენ ცეცხლითა და მახვილი უნდა გაანადგურო ალტერნატიული აზრი, ალტერნატიული ქმედებები, პროტესტი და ყველაფერი, ხო? ნაბიჯ მიდიან აქეთკე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ვინ შეეწინააღმდეგება, ადრე თუ გვიან, თუ ეს რეჟიმი დარჩა, ყველა სინდისის პატიმარი გახდება. დიახ. როგორ შეაფასებდით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც გამოცხადდა ლოქუაშვილი და ისიც და კომისია არის ერთი დიდი ფარსი, რომლის ნახევარი მე მგონი ნაციონალური მოძრაობიდან მოდის და ნაციონალური მოძრაობას ასამართლებენ, ანუ თავის თავს ასამართლებენ, ხო? თან შექმნილია აბსურდულად, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობით მოგეხსენებათ ნახევარი მაინც ოპოზიციონერი უნდა იყოს და ეს ოპოზიცია რო ერთად ვერ იშოვეს თავის წიაღიდან გამოყვეს ხალხი, მე ხელისუფლება ვიქნები, შენ ოპოზიცია იქნები, დაირქვეს ვიღაცებმა ოპოზიციონერმა შექმნეს კომისია, რომელსაც აქვს ერთადერთი ამოცანა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, პროპაგანდისტული ესეც. მეტი ფუნქცია ამას ხო არა აქვს, იმიტომ რომ დიდი ბოდიში იგივე 20 ივნისის თემას რო
იკვლევ და იბარებ გახარიას და არ იბარებ ბიძინევანიშვილს, არ იბარებ გომელაურს, ხო და მათთან კითხვები არა გაქვს, ეს რანაირად ხდება. ან დაუშვათ იმედის დარბევის თემას რო იხილავ და არ ეკითხები იმ ადამიანებს, ვინც მართლა ეპიცენტრში იყვნენ და სხვა შორის ხელისუფლების მხარეს არა მის საწინააღმდეგოდ. თუნდაც მე. ხო? მე ვიყავი ყველაზე ახლო დაახლოებული და იმ 7 ნოემბერს მე და ბადრი ერთად უცხოეთში ვიყავით, ერთად უყურებდით ამას ყველაფერს. ო, იმიტომ რომ ეს არ არის მათთვის კომფორტული. იბარებენ ადამიანებს კომისიაზე, ვისაც საერთოდ შეხება არ აქვს თემასთან, მაგრამ ლაპარაკობენ იმას, რაც კომისიას აწყობს. ამიტომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული რაღაცა ფარსი, რომელსაც, ვზივართ და მე კი არ უყურებ, მაგრამ ვიღაცები უყურებენ. დიახ. რამდენად კარგად მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში? არის თუ არა რუსული პროპაგანდა? მუშაობს რა არის ეს პროპაგანდისტული მატრიცა, ეს შემუშავებულია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, აი კგბ-ს ჯურღნულებში, ხო? და რატომ შემუშავდა, რატო გახდა საჭირო, ხო? იმიტომ გახდა საჭირო, რომ საბჭოთა კავშირი დასავლეთს ვერ უწევდა წინააღმდეგობას ძირითადი ფასეულობების ფრონტზე. რა არის ეს ძირითადი ფასეულობები, ხო? ეს არის კეთილდღეობა და ეს არის თავისუფლება. ადამიანის სიცოცხლეს ეს ორი რაღაცა ავსებს შინაარსით, ხო? და ბუნებრივია საბჭოთა კავშირის კონკურენცია ამ ორი კუთხით არ შეეძლო დასავლეთთან და ამიტომ მოიგონა სხვა ეს ურაპატრიოტული თემები, რომ იქ გარყვნილება, რომ ჩვენ სიკეთისთვის ვიბძით და ისინი ბოროტები არიან, რომ რაღაც მასონური ლოჟები. ო, მე უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე კგბ გადაკეთდა FSB და FSB გარკვეულწილად ამისი აპდეიტი მოახდინა და ამატა იქ ფსევდორელიგიური ნარატივი, ხო და ასე შემდეგ და ეს მუშაობს საზოგადოებაზე, ხო, ადამიანებზე, რომლებსაც არც შესაბამისი განათლება აქვს და კრიტიკული აზროვნების საშუალება არ აქვს, ადამიანი რომ დაღლილი მოდის სამსახურიდან და ჩართავს ტელევიზორს, ხო, ხა იმის ანალიზი აკეთე კიდე რას რო ეთქვიან deep state, ვიღაცები არიან ბოროტები იქ, ხო? და ეს არის ალგორითმი, კარგად დამუშავებული, აპრობირებული, ტესტირებული სხვა ქვეყნებში, ხო? და ეს ალგორითმი პირდაპირ ინსტრუქციების სახით ჩამოიტანეს თბილისში, ეხლა რუსულად კი არ მოუგონიათ ამან. ჩამოიტანეს ინსტრუქციების სახით, შპარგალკების სახით და ამით რეცხავენ ტვინებს. გარკვეულწილად საზოგადოების საკმაოდ მსხვილი ნაწილი დღეს არის ზომბირებული. მე ამით ამ სიტყვას არ ხმარობ შეურაცხყოფელად, იმიტომ რომ ადამიანების მესმის, ხო? მესმის, რომ მათი ბრალის არის ეს ყველაფერი, ეხლა ბოლო რამე რო უთხრა, მას აქვს სათქმელი, რომ მოვიდეს ვიღაცა და ალტერნატული მითხრას რამე. ეს ოპოზიცია ტელევიზორებში გამოჯგემული, რომელსაც ის ადამიანი ვერ უყურებს. აი ამ უბედურებაშია. რატომ არ ჩამოდიან რეგიონში, რატომ არ ხვდებიან მოსახლეობას? რა ვიცი, აბა ეგ მათ კითხეთ. მე რომ ეკითხებით, მე რა გითხრა. მე სულ ლამის ჯოხით ვერ ეკები ხოლმე, მაგრამ აბა ყავწავალ ზეგი წავალ. მე ხვალ წვიმა მოდის ზეგ, მე თოვლი მოვა. მაზეგ მე ცხელა და ზღვაზე უნდა წავიდნენ და აი ესე რა. მე ხვალე ხალხია რა. კი ბატონო. ბატონო გია, რამდენად ახლოს ვართ ევროატლანტიკურ სივრცესთან? 2027 წლამდე საქართველოს პრემიერმა შეაჩერა მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. არა, ასე თუ ახლოს ვართ, ხო? სრული დეგრადაცია გვაქვს ამ კუთხით, ხო? ფაქტობრივად ასევე არის საუბარი ვიზის დაკავებაზე. განმავლობაში ყველაფერი წყალში გადაყარეს რა. შეიძლება თუ არა რომ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან? შეიძლება გამოიწვიოს ამან. ისი აკრიფეს ამათმა რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა. რა შეიძლება გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის დაკარგვა? რავი, კარგი არაფერი, რა ვიცი, რა გითხრათ ეხლა, რას გამოიწვევს, რა თქმა უნდა ეს იქნება პროტესტის საფუძველი, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ნებისმიერ ვითარებას მერე გამოყენება ჭირდება, ხო, ეხლა და ამ ოპოზიციას რამდენად აქვს იმის თავი, რომ ესეთი თემები გამოიყენოს პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, ხო, მე არ ვიცი. ჯერჯერობით მათ ეს არ გამოუვლენიათ.
დიახ. ბატონო გია, როგორ შეაფასებდით იმ კანონებს, რომელსაც დღეს პარლამენტი იღებს, თუნდაც გამჭვირვალობის შესახებ? საფრთხეს შეუქმნის თუ არა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია? ეს არის ნაწილი ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებისა. ეს ყველაფერი, აი თქვენ რასაც კითხულობთ, ეს არის ამ ესე რომ ვთქვა, დამკვიდრების პროცესში, ხო? ანუ თავისუფალი აზრის კონტროლი, თავისუფალი ქმედების კონტროლი, პროტესტის კონტროლი, საზოგადოების ყველა სეგმენტის კონტროლი, სოციალური ჯგუფების კონტროლი, ეს არის ამოცანა. ეხლა გამჭვირვალეობის კანონი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა კანონები, ყველაფერი ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება, ხო? გამჭვირვალეობის კანონი, რეალურად გამჭვირვალეობის კანონი ხო არ არის, ხო? ეს არის კანონი, რომლის მეშვეობითაც უნდა აკონტროლონ სამოქალაქო საზოგადოება. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონი, აი ეს მაღალი ჯარიმები იქნება ეს ცენზურის კანონები თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ერთი სისტემის ნაწილი, რომელიც ემსახურება აგრესიული ავტორიტარიზმის დამყარების პროცესს. მეტი არაფერი. დიახ. არის თუ არა თავისუფალი დღეს მედია საქართველოში? ეხლა რას ქვია თავისუფალი, ხო? არსებობს რა თქმა უნდა მედია ჯერჯერობით, რომელიც ალტერნატიულ აზრს გვაწვდის, მაგრამ რამდენხანს გასტანს ეს მე არ ვიცი, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მიმდინარე ტენდენცია ესეთია, რომ ისინი ცდილობენ, რომ ჯერჯერობით ეკონომიკურად გამოაშრონ ეს ინსტიტუტები, რომ გადაუკეთონ ყველა, ესე რომ ვთქვათ, წყარო, დაფინანსების წყარო და თუ ამ მეთოდით ვერ მოახერხეს, მე სხვა მეთოდებსაც ჩართავენ, ხო, ეხა პირდაპირ, ესე რომ ვთქვათ, არც დარბევაზე იტყვიან უარს, ბოლო-ბოლო, ხო? თუ ამ მეთოდებით ვერ გაიტანოს ლელო. ანუ მე იმის თქვა მინდა, რომ ხელისუფლების ამოცანა ნებისმიერი გზით ეს ამოცანა შეასრულოს. ეს ცდილობს, რომ რბილად გააკეთოს ეს და რბილად თუ არ გამოდის, მერე გაადის უკვე პირდაპირ აგრესიულ ქმედებებს. ესე იყო ყოველთვის და ესე იქნება ეხლაც. დიახ, ბატონო გია, როგორ შეაფასებდით საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობას? ჩვენ წინა გადაცემა გქონდა ეკონომიკაზე, ასევე გქონდა კრიმინალთან გაზრდასთან დაკავშირებით, ძალიან მომრავლდა ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარება. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს? რა არის იცით, ფურცელზე ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რა თქმა უნდა და რეალურად ფულის მასა იზრდება, ხო? თუმცა ეს არ გადადის სოციალურ კეთილდღეობაში, ხო? ეხლა ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სოციალური, ესე რომ ვთქვათ, სოციუმის კეთილდღეობის ზრდას. ჩვენთან ესე არ ხდება. ესე არ ხდება და არ ხდება ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ხო? ეს ეკონომიკის ზრდა არ არის დამატებით ღირებულება არ იქმნება არანაირად. ეკონომიკური ზრდა დიდწილად არის ფურცელზე იმიტირებული ზრდაა. ისიც რუსეთიდან მომდინარე და სხვა ესეთი უსაქმო ოპერაციებით, ხო? რასაც ქვია, მაგალითად ბიძინას 500 მილიონი სურათების შემოტანა საქართველოში, რომელზეც ბავშვის გადასახადებიც კი არ გადაუხდია, ხო? ანუ ბიუჯეტშიც არაფერი არ შესულა და ეხლა ეს 500 მილიონი ამ ეკონომიკურ ზრდაში ჩაითვალა. და რანაირად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, ამით ეხლა თქვენ თუ გააკეთეთ დასკვნა, ხო? და რა ვიცი, რა გითხრათ, ერთჯერადია, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი, ძირითადად უკრაინის უბედურებით სარგებლობა, ხო, აი გარკვეულწილად მარადიორული ზრდა, სხვის უბედურებაზე რო აშენდება ვიღაცა რა. დაახლოებით ამ ტიპის, რატო? იმიტომ რუსეთიდან წამოვიდა ფულის ნაკადები და ეს კიდე რა რისკებს შეიცავს, ეს კიდე ცალკე თემაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას რო თავი გავანებოთ, ეს არის ერთჯერადი, ხო? რისკიდაც უნდა თემათმა იყიდეს, ბაზარი გაჯერდება რაღაც მომენტში. მე რა იქნება? აი მაგალითად გეტყვით, უძრავი ქონების ბაზარი იბერება უაზროდ. ხო, ეკონომიკური საფუძველი იმ კონjunქტურას, რაც უძრავი ქონების ბაზარზე ჩამოყალიბდა, არა აქვს. ანუ ერთგვარი ფინანსური პირამიდების შენდება. მოვა დრო, როდესაც ეს პირამიდები დაიწყებს იმ გრევას და უამრავი ადამიანი დაზარალდება ამით.
აი ამ უბედურებაში ვართ. ასე რომ ეს ზრდა, ეს არის აი პიროსის გამარჯვება ქვია ამას. ეს არ არის რეალური ზრდა, რომელსაც რაღაც კარგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და რაც თავია კონკრეტულ ადამიანს. დიახ. ბატონო გია, ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ბევრი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს არჩევნებში, რომ მიიღოს მონაწილეობა, თუმცა მონაწილეობას იღებენ გახარია საქართველოსთვის და ასევე პარტია გირჩი. თქვენი აზრით, ხომ არ არის ღალატი სხვა ოპოზიციური პარტიების? ნუ არის ესეთ აი ეს ემოციური ფრაზებს მე პოლიტიკაში ემოციური ფრაზებს არ გამოვიყენებდი, ხო? მე ხა ჯერ ესეთი მიმაჩნია რომ უდროა ეხა ამაზე პოლემიკა, ხო? ეხა რაც აერთიანებთ, იმაზე უნდა ილაპარაკო. რაც შეეხება მონაწილეობა, არ მონაწილეობა პოლიტიკაში დროზე ადრე შენ არ უნდა შეიზღუდო თავი, რომ აი არ მივიღებ მონაწილეობას, არ მივიღებ, ხო? ღია უნდა დატო საკითხი და როცა დადგება დრო, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ უნდა მიიღო. ეხა მაგალითად 3-4 დღის წინ მე ვამბობდი, რომ პრინციპში უნდა იფიქრონ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. არა იმიტომ რომ ეს კარგია. თქმა უნდა მორალურად გამართული უფრო არის, რომ არ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სხვა საკითხია, რომ პოლიტიკური პრაგმატულობითაც უნდა შეხედო რაღაცას. ხო, კაი, არ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. გამოჩეკა ბიძინამ 5 ოპოზიციური პარტია არ უჭირს, ხო? და შექმნა ეს თავის სუვერენული დემოკრატიული მოდელი. რა შვებით ამ შემთხვევაში? აი ჩვენ გამოვუცხადეთ ბოიკოტი არჩევნებს. დადგა 5 ოქტომბერი, ხო, გამოაცხადეს იმათმა შედეგები და რა შვებით მე? აი, შედეგს როგორ ვიღებთ? ამოცანა ხო ხელისუფლების გასტუმრება ესე რომ ვთქვათ, სახში, ხო? შედეგს როგორ ვიღებთ ბოიკოტით? აი რამე გეგმა არსებობს? ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან რასაც გუშინ და დღეს უყურე, ხო? ეხლა ყოველგვარი ხალისი გამიჩნდა არჩევნებზე, გამიქრა საერთო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრის, იმიტომ რომ ნუ ხელისუფლება ნელა სულ უფრო და უფრო მოუკრეფაში გადადის. ბატონო გია, როგორ შეაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას რეგიონში? რა კეთდება ხალხს? არ ვიცი, მე ვერანაირად ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ ეს ძალიან სპეციფიური თემაა და მე ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. გასაგებია რომ ეს ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობა არის პარტიული ორგანიზაციები, ეს არ არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, ნუ თუ რამეს კარგს უკეთებენ ადამიანებს თუნდაც წინასაარჩევნოდ, ნუ ესეც პავსკაკალი გააგდებინე პრინციპით კარგია, მაგრამ ხა დადებითად რა თქმა უნდა მე არ უყურებ ამას, იმიტომ რომ ეს არ არის საკრებულოები. ჩემის აზრით ეს არის ქართული ოცნების პარტიული, ესე რომ ვთქვათ, ბუდეები და მეტი არაფერი. ხა პარტიის ბუდეების კომენტირება მე როგორ დავაკეთო? დიახ. ბატონო გია, საგარეო საქმეებსაც რომ შევეხოთ საკითხებსაც, დღეს მაგალითად ირანსა და ისრაელის შორის დაიძაბა სიტუაცია. თქვენი აზრით როგორ წარიმართება მათი პოლიტიკური სიტუაცია? ეხლა თქვენ ისეთ რაღაც მეკითხებით, ეს მე კი არავინ არ იცის რა. მე როგორ გიპასუხოთ? ძიმე სიტუაცია, ძალიან მაღალი რისკის ზონაშია სამყარო. საერთოდ ეს ტურბულენტობა დამახასიათებელია გლობალურად მთელი სამყაროზე, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან პრობლემებია. პროგნოზირება ძალიან რთულია. მე თავში გავებდი რაიმე პროგნოზების გაკეთებისკენ. დიახ. უჩანს თუ არა რუსეთ-უკრაინის ომს დასასრული? თქვენ რა ფიქრობთ? ნუ ეხლა ახლა მომავალში ეს გამორიცხულია სრულიად ცხადია. კი ბატონო. რას ეტყოდით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას? არაფერი, ხნეობა და ესე რომ ვთქვათ, უკეთესი მომავლის რწმენა. რწმენა ქონოდეთ და არ დაიჯერონ აი ეს სისულელეები დიფსტეიძე ომის პარტიაზე და ამავდროულად და ამავდროულად. არც ერთ ჯგუფად ყოფილ ქართველს, ხო, ჩვენ ისინი მოგწონს თუ არა, მათ შორის ოპოზიციას ომის საქართველოში ნამდვილად არ უნდა. არანაირი ომის პარტია და დიფსტეიტი არ არსებობს, რომელიც ესე რომ ვთქვათ, ბიზნეს ებრძვის, ხო? ერთ-ერთი რაც ითხოვს დასავლეთი ეს არის რომ აქ იყოს ადამიანები იყვნენ თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონდათ, რასაც ართმევს ხელისუფალი. დიახ, რეგიონისთვის მთავარი გამოწვევა დღესაც ოკუპაცია რჩება. რას აკეთებს ცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად ხელისუფლება? რასაც პირიქით თელ ქვეყანას აბარებს რუსეთს და ახლა რას აკეთებს? არაფერს არ აკეთებს. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზღვრები საერთოდ მოიშალოს და ჩვენ გავხდეთ ისევ საბჭოთა კავშირის ნაწილი. ასე რომ აი ესეთ სიტუაცია, ამას აკეთებენ.
კი ბატონო. მართულ ხარჯების მოშლა უნდათ და პირდაპირ ინტეგრაცია უნდათ იმ ესე ვთქვათ რუსეთის იმპერიაში. დიახ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში ჩართვისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო გია ხუხაშვილი. საინტერესო თუ რას ფიქრობს მართველი გუნდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კანონს როდის იღებს საკანონმდებლო ორგანო? როცა პრობლემაა, ხო? ცალკეული შემთხვევები რომ იყოს, კი ბატონო, მაგრამ ამან მიიღო უკვე კამპანიური ხასიათი. უცხოეთიდან დაფინანსებული და მათგან წაქეზებული პირების მიზანმიმართული და კამპანიური ხასიათი აქვს. ეს ადამიანები, ვინც მათი მსხვერპლი არიან, ასე ვთქვათ, მათი თავდასხმების, ისინი ადამიანები არიან, ისინი საქმიანობენ, შეიძლება მათთვის არასასურველ პოლიტიკურ პლატფორმაზე და განან. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის არანაირად დასჯადი არ არის უკმეხად გამოხატვა, თუნდაც უტაქტოთ რაიმე სახის უცენზურო სიტყვაც არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ჩარჩოებში, როდესაც საქმე ეხება მაღალი თანამდებობის მქონე პირის ან პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, მაგრამ აქ არის ლაპარაკი, რომ ამან მიიღო კამპანიური ხასიათი. რაღაცა მექანიზმი უნდა შემუშავებულიყო, რომელიც ამას, სულ აღმოფხვრით რა გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ კამპანიას გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს. ავთ ოჯახი, შვილები, მოხუცი მშობლები, შეიძლება ავადმყოფიც იყოს. უამრავი მაგალითი არსებობს ამისა, მაგალითად ერთ-ერთმა პარლამენტარმა გუშინ უსმენდი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში წნევას ვერ უგდებდიო დედაჩემს. უკვე ოჯახებს ეხებიან. იგივე, ლაშხის მაგალითი რო ავიღოთ, ბავშვის თანდასრებით, სულ რომ ბოდიში და რაღაც საშინელება რო კონდეს, ჩადენილი, ეს ხო ელემენტარულია, რომ ბავშვის თანდასრებით არანაირი აგრესია არ შეიძლება გამოიხატოს, მაგრამ ესენი სპეციალურად აკეთებენ. რატო? იმიტომ რომ ეს ბავშვები, ოჯახის სხვა წევრები, თუნდაც მოხუცი იყოს და თუნდაც საშუალო ასაკის, იყვნენ ერთგვარ სტიგმაში, იმიჯი შეიქმნას ისეთი, რომ თითქოს საზოგადოებისგან, საზოგადოებას მარტო თავის თავს ეძახიან, ეს უკვე რამდენიმე წელია ასეა. თვითონ არიან მარტო საზოგადოება, მარტო ის ახალგაზრდები არიან, ახალგაზრდები მარტო ის ბავშვები არიან, ბავშვები სხვა არავინ არ არსებობს მათი გაგებით, ეს პირდაპირ დისკრიმინაციული მიდგომები აქვთ პოლიტიკური ნიშნით და რომ თითქოს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ეს ადამიანები სტიგმატიზებულები არიან საზოგადოების მხრიდან, შთაბეჭდილება განცდა და არა რეალური აღქმება. და შემდეგ უკვე ამ ადამიანების მაგალითზე სხვებმაც ვერ გაბედონ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების ღიად გამოხატვა. ესე დევნა ერთი სიტყვით. და ამის საწინააღმდეგოთ არის კანონი არეგულირებს. აზრით ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას, მაგალითად კონსტიტუციაში მიწერია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს. არანაირად. სიტყვისა და გამოხატვის ერთადერთი აბსოლუტური უფლება არის ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არ არის ადამიანის აბსოლუტური უფლება და ზღვარი გადის სხვა ადამიანის უფლებაზე. ასე რომ არანაირად არ ეწინააღმდეგება. პირიქით უფრო არეგულირებს და უფრო გარკვეულ ჩარჩოებს აწესებს ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც სხვა ადამიანების უფლებებს არ გვეს, თუნდაც ესენი იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. ქვეყნების მაგალითებზე რომ ავიღოთ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სწორება ევროპა კავშირის ქვეყნებზე გვაქვს და იგივე გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში გაცილებით უფრო მკაცრი სანქციებია ასეთ საქციელზე, თან არა კამპანიურ საქციელზე. მაგალითად შეიძლება გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის საჩივარი. აქტუალური თემა ამით დასრულებულია, მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურებ, შევხვდებით 4 შაბათს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.